სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი „მე არსად წავსულ ვარ“ წარადგინა. წერალ სალომე კაპანაძის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „მე არსად წავსულ ვარ“ აფხაზეთის თემატიკას ეხმიანება და გადმოსცემს იმ თაობის სევდას, რომელსაც აფხაზეთი არასდროს უნახავს, თუმცა ის მათი გენეტიკური მეხსიერების ნაწილია. სპექტაკლი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შერიგებისა და დაკარგული კავშირის აღდგენის მნიშვნელობასა და აუცილებლობას. ემოციებით, მოგონებებით, ადამიანური ურთიერთობებითა და რეალური ფაქტებით გაჯერებულმა დადგმამ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეკრებილი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჯარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. აფხაზეთის მთავრობისთვის უმთავრესია, რომ აფხაზეთის თემატიკა მეტად ისმოდეს ჩვენ საზოგადოებაში, რადგან კულტურა არის ის ბერკეტი, რაც ჩვენ აფხაზებთან გვაახლოვებს კიდევ უფრო მეტად. ჩვენი უმთავრესი მიზანი არის იმ პატივისცემის, იმ ურთიერთდობის განახლება, რომელიც ეს საუკუნეების მანძილზე არსებობდა ქართველებს და აფხაზებს შორის. პიესა მთლიანად ეძღვნება აფხაზეთს და სოხუმს. ჩვენთვის კიდევ ორმაგად საპასუხისმგებლო იყო, იმიტომ რომ ჩვენ უშუალოდ სოხუმის სახელს ვატარებთ და მოზარდ მაყურებელთა თეატრი გვქვია და ჩვენი უშუალო ფუნქცია და მოვალეობა ის არის, რომ მოზარდებს და მომავალთაობას არ დავავიწყოთ იმათ, ვისაც ჯერ კიდევ ახსოვს და მომავალთაობას, ვინც ეს არ იცის და უნდა გავაცნოთ და შევაყვაროთ. მე პირადად არ მაქვს სოხუმთან ესეთ შეხება პირდაპირ. ეს ტკივილი გახდა ჩემი ტკივილი. ვიცოდი ძალიან ემოციური იქნებოდა იმ ადამიანებისთვის, ვინც უშუალოდ ომის პერიოდში გაიარა ეს დევნილობა, მათთვის ეს სპექტაკლი და ეგრეც აღმოჩნდა. მადლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს იმისთვის, რომ აი ესეთ ინიციატივებს იჩენს, ასეთ სპექტაკლებს აფინანსებს, პროექტებს აფინანსებს და ყოველთვის ცდილობს ეს ამბავი არასოდეს არ დავივიწყოთ.